შენ რა გონია, CIA არის სატოში და ბიტკოინის შემქმნელი? ბიტკოინის? შემიძლია გითხრა, რომ American Bitcoin CIA-ისთვის ბიტკოინს არ მაინავს, ეს ნამდვილად შემიძლია გითხრა, ხო? და საერთოდაც რეალურად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შექმნა ბიტკოინი, ხო? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კი, მაგრამ თუ CIA იყო, არა, CIA არ მგონია, იქიდან დავიწყოთ. ხო, კარგი, რადგან ეხლა ქსელი იმდენად დეცენტრალიზებულია, სერვერები მთელ მსოფლიოშია განაწილებული. ამიტომ რომ ვინმემ რეალურად შეცვალოს ქსელი, მას უნდა ეკუთვნოდეს ქსელის 50%-ზე მეტი. სოფლიოში რამდენი მაინერია? მილიონები? დიახ, მილიონობით. ინდივიდები, მოწყობილობები და სხვა. და რამდენი მონაცემთა ცენტრი არსებობს, როგორიც შენ გაქვს? ათასობით. სხვადასხვა ზომის, ზოგი პატარა, ზოგი დიდი. უნდა ვნახო ეგ. მინდა საკუთარი თვალით ვნახო. აუცილებლად, ფოტოებსაც გამოგიგზავნით. მინდა ვნახო ეს კომპიუტერები. უნდა ნახო. და ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ თუნდაც ფული გქონდეს, საჭიროა ენერგიაც. უზარმაზარი ენერგია. ხო, ქვეყნის მასშტაბის ენერგია. ამიტომაც თუნდაც ვინმე თქვას, მე ამას გავტეხო. მას დასჭირდება ენერგია, ინფრასტრუქტურა და სანამ ამას ააშენებს, სხვებიც შენიშნავენ და თავადაც დაიწყებენ ამის აშენებას.